არაკოს ოპერატორი და ერთთან კადრ შეხედე, ამასობაში კითხვას კაი შევხედავ. ჩვენ ბავშვობაში კარგად მახსოვს მეგობრობის დღიური იყო. თუ ავსებდით ხოლმე ოქროსუბნელი ბიჭები მეგობრობის დღიურებს. ახლა რა პროფესიის არის? ეხლა არის საჯების დეპარტამენტის ერთ-ერთი ეს არის რაგბის კავშირში. მაფიოზი არ გამოვიდა. მწვრთნელის კრიტიკაზე იოლი არაფერი არ არის და არ არსებობს რომ სხვა მწვრთნელის იმაში ჩარეულიყო. ამიტომ არ არსებ მე მისგან არ მახსოვს რომ სხვა რაგბისტზე ცუდია. იდეები რომლებსაც ამბობდა მაშინ მახსოვს თანამედროვე რაგბია. თანამედროვე რაგბია აბსოლუტურად. როგორც მე მეყვება და მანდ ნახა ასევე დაქნება. აი რომ დაუქნევ და პას და რომ აღარ მიცემ რა და საბჭოთა კავშირის ნაკრებში გავაკეთეო. და მითხრაო რომ მეორე ტაიმში ეგ აღარ გააკეთო რა. ხოთაშორის ბატონი დათოს დამსახურება საქართველოს რაგბის კავშირის აღიარება აირბიში. ხო ძალიან დიდი როლი აქვს დათო კილასონიას მოკლედ ქართული რაგბისთვის. დიდად დარიგებები და იმითი არ იყო რა. მამა იყო ძირითადად უფრო მაგალითი. იმავე წამს მითხრა ის რაც სუნდა მახსოვდეს რომ შენო ერთი რამეო დაიმახსოვრეო ჩვენ სახლში. არასოდეს არავინ არ გაჭორილაო. არასოდეს არ ყოფილა ფულზე ლაპარაკი და არასოდეს არ დათვლილა არც ერთი სტუმრის საჭმელი. როცა უკვე რაგბის თამაში დაიწყე. რამდენად კაცრი იყო მამა როგორც მწვრთნელი. მიზეზებიც ჰქონდა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ესეთი ცუდი ხასიათის ვიყავი რა. ჭიჭყინა მოთამაშები. თაობა იცვლება ძალიან რა და გინდა თუ არა შენ თუ ეხლა მსვლელობას აპირებს, შენ უნდა შეიცვალო შენს თაობასთან ერთად. ეს არის რთული თამაში და აი მაქსიმალურად მოთამაშეებს გაუმარტივოთ და ვცადოთ რომ წნეხის გარეშე ითამაშონ. შეცდომა პრობლემა არ არის, შეცდომა არის საფეხური, რომელზეც ვაბიჯებთ და ავდივართ შემდეგ. ჩემთვის პელეა. ხო.